მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ახლა მე თქვენ თავაზობთ ვიდეოს მარია შლოინი ამძლევს ინტერვიუს არხს თვითონ მარია შლოინი არის არხ ლიგა ნაციის წამყვანი და ის აქ სტუმრობს აძლევს ინტერვიუს არხს ახლა მიგეტყვით ტოტალურ ძენს ტოტალნი ძენ და მე თქვენ ახლა მოგიყვებით ძალიან საინტერესო თემასია საუბარი მიწის მეპატრონეები აქ არ იგულისხმება ოკუპანტები არა აქ იგულისხმება თავდაპირველი მიწის პატრონები რომლებიც აწყობდნენ მიწას რომლებიც მცენარეებს ნუ ყველაფერს აქცევდნენ რა ყურადღებას ასე ვთქვათ ხო და რაღაც მომენტში ესენი გაქრა ვინც პატრონობდა სანამ ოკუპანტები მოვიდოდა და დაიპყრობდნენ დედამიწას ამაზეა საუბარი აქ და რა ელოდება ადამიანებს და როგორ შეიძლება სამყარო მარია შლოინი მე მომწონს მარია შლოინის ვიდეოები ძალიან მომწონს მაგრამ მისი ვიდეოები ბევრი არა მას გადათარგმნილი მაშ დავიწყოთ ხო მინდა დავამატო აგერ კომენტარებში წავიკითხე ამ ვიდეოს ქვეშ რომ თურმე ისინი არ ჩანდნენ 40,000 წელი წარმოიდგინეთ მარია თვითონ არის ეზოტერიკი და პრაქტიკი ამ ტოტალნი ძენის წამყვანი სადასტუმროს მარია ეკითხება ეს წამყვანი ეკითხება მარია შლოინს მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ ახალი ინფორმაცია მეპატრონეებსო დედამიწის მეპატრონეებსო მე აგიხსენით თქვენ რომ მეპატრონეებზე აქ საუბარი ხო ლიგა აი მაპატიეთ არხ ლიგა ნაცი შეუსრულდა 5 წელი და ჩვენო გაგვიკეთესო ჩემარსო გაუკეთესო საჩუქარი რამდენი წელია უკვე ეძებენო ამ მეპატრონეებსო და იპოვესო და როდესაც იკვლიდებდნენო კაცობრიობის ისტორიასო როგორ მოხდაო რომ ადამიანებსო იმეტებდნენო სახორცეთ ლაბორატორიულ გამოკვლევებისთვის და სხვადასხვა ექსპერიმენტებისთვისო და ბევრი ეძებდაო თუ სად არის სამართალი რატომ მოხდაო ასე ყველაფერი და პირველი რაც გავიგეთო რომ კანონის კოსმოსური კანონის მიხედვით ჩვენ ამოვარდითო გონიერი არსებების ჯგუფიდანო ეს მარია გულისხმობს ადრინდელ ამბებს ახლა არა ადრინდელ ამბებს მე საერთოდ თქვენ ამის ახალ ამბებს რომ გიყვებით ან რამე ძველ ამბებს ეგ ყველაფერი რასაც ყვებიან რასაც მე თარგმნი იყო წარსულში და როდესაც ახალი ამბავია რამე მე გეუბნებით რომ ეს არის ახალი ამბავი ხო თუ არ ვამბობ მე რომ ეს ახალი ამბავია ესე იგი ეს ამბები მოხდა მანამ სანამ დედამიწაზე რაღაცები შეიცვლებოდა შემდეგი ინფორმაციაო იყო 90-იან წლებში და ამ ინფორმაციის მიხედვითო მე ჩვენ გავიგეთო რომ ჩვენ რამდენჯერმე გადაყვიდეს გადმოყვიდეს აქ უკვე ოკუპანტებზეა საუბარი ოკუპანტებს მიყვიდეს გაყიდვა ქვია რომ კონტრაქტი მოაწერეს კონტრაქტს მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი აქ იგულისხმება უფრო ამერიკა და ასე შემდეგ აი მაგალითი ინსტიტუტები ყიდიან რაღაცებს გადაყიდიან რადგან თანხები სჭირდებათ და შემდეგო როდესაც ჩვენ ვარჩევდითო საიდუმლო კოსმოსური პროგრამების საქმეებსო
თუ რა ხდებოდაო, გაიყვაო რომ მკვდიანები, რეპტილოიდები რასაც უნდა იმას აკეთებდნენო, ადამიანებიც, დედამიწელებით აცვდნენ ინფორმაციას მაგათ. შემდეგ უცებ დაიწყესო ნამდვილი მეპატრონეების ძიება და ლიგა ნაცია მეთქი მარია შლოენი იხსენეს, რომ როდესაც მე პირველად მოხვდიო დედამიწაზე, მაშინ ესე იგი მოლაპარაკება იყო კონტრაქტის მიხედვით, იმ დროს დედამიწა იყო აირისებულ მდგომარეობაში, როდესაც მეო პირველად მოხვდიო დედამიწაზე. თითქმის აირისებულ მდგომარეობაში იყო დედამიწა. ხო, ესე იგი ის პერიოდია, როდესაც თანდათანობით ნელ-ნელა დედამიწა იწყებსო ვიბრაციების დაგდებას და გაბრწყელებას, გამაგრებას. მე მესმისო, რომ იყო მეპატრონეები, მაგრამ სად არიანო ეს მეპატრონეები, სად დაიკარგნენო მაშინდელი მეპატრონეები? ჩვენ მათ ვეძებდითო წვრილ დონეზე. ვეძებდითო მთელი ჯგუფებით, კოლეგები ეძებნენო თავისი ჯგუფებით და რაღაც დროის გასვლის შემდეგო სადღაც 2 წელიწად ნახევრის გავლის შემდგომო ჩვენ მათ პოულობდითო, მაგრამ თავიდანო ვერ მივხვდითო თუ ვის პოულობდითო. ნუ ხატობრივად რომ ახსნაო, ხატობრივად ხსნის ახლა ის. ერთი ხელი ერთ ადგილას, მეორე ხელი მეორე ადგილას, ერთი ფეხი ერთ ადგილას, მეორე ფეხი მეორე ადგილას და ასე სიმბოლურად ხატობრივად დანაწილებულია მათი ნაწილებიო. და ამ არსებების ყოველი ნაწილი, ყოველი სხეულის ნაწილი სიმბოლურად, ხატისებურად ასე თქვა შეფუთულია და ასეთ ადენა ბეჭედი. რომ ვთქვათ, უბრალოდ სიტყვებით. და თუ ამას შევხედავთ ჩვენი წერტილიდან, ჩვენი ხედვიდანო, მათზე არისო დადებული შავ მაგიური ბეჭდებიო. ადრე აკეთებდნენ ხო? როდესაც ჩვენო პირველი არსება ვნახეთო, ვიფიქრიო ვინ დალუქება, ხო შეიძლება ითქვას რომ დალუქეს და ვინ დალუქესო, ვის დაადესო ასე მწარე ბეჭედიო, ვინ არისო ის პირველი არსება და არ ვიცოდითო ჩვენო ამოვიღოთო უნდა ეს არსება იმ ადგილიდან თუ ხელი არ უნდა მოგვეკიდაო, თუ შეიძლებოდა საერთოდ შეხება მათზე. ჩვენ შევეკითხეთო მაღალ მეს და ჩვენ გაგვაკვირვაო მათმა პასუხმა. ისინი თურმეო ზევიდან ამ მდგომარეობას ვერ ხედავენო, ამ ბეჭდებს ვერ ხედავენო, თუ ვინ არისო ამ ბეჭდების ქვეშ, ამ ლუქის ქვეშ დამალული, ჩამარხული, ნუ ასე თქვა შეფუთული. ხო, უბრალოდ ეს იქნება შეფუთული. რადგან ამაზე ეს ეგრეთ წოდებული ბეჭდები ყველას ედოთ, ყველას. მათ ამ ბეჭდების გამო ისინი მათ ვერ ხედავდნენ. ბეჭდები უშლიდა ხელს ის რომედო ზევიდან თქვა ასე დალუქულები იყვნენ ამ ბეჭდებით. სიმბოლურად. და ჩვენ მოგვიწიათო ამის ყველაფრის ტრანსლირება მაღალ მესთან და მხოლოდ მაშინ ახეს მაგათმა, რაში მდებარეობდა საქმე. და ჩვენ როდესაც დავიწყეთო მათი დავიწყეთო ამ ბეჭდების მოხსნა, მე გამახსენდაო, ხო, ეს მარია შლოენი არის ვარსკვლავური თესლი. მე არ ვიცი მაგი როგორი გზით მოხდა დედამიწაზე, მაგრამ ის ოდესღაც იყო იქ სულიერი არსება და შედიოდა იმ არსებების ჯგუფში, რომლებიც ქმნიდნენ. ოღონდ ხომ არის მაგალითად არქიტექტურაში მშენებლები არიან მაგალითად ისინი ვინც რემონტს აკეთებენ,
არიან შპაკლის დამდები, არიან ღებავები და ასე შემდეგ, ხო? აი ასეთი იერარქია თანამდებობის იერარქიები არსებობს სულიერ სამყაროში. და მარია შლოინს გაახსენდა, რომ მას ამის ბეჭდების მოხსნა შეეძლო და თავის კოლეგასთან ერთად შეუდგა ამ საქმეს, მაგრამ კოლეგამ ურჩია, რომ ეს საქმე ფრთხილად უნდა გაეკეთებინა, რადგან ეს საქმე ჩამოგავს, მაგალითი მოიყვანა მარია შლოინმა, მაგალითად პრობკას რო იღებო და იქ წყალი შედისო, რამდენადაც ამოწევო საცობს მაპატიეთ, რუსული სიტყვა გავურიე, რამდენადაც ამოწევო ამ საცობს, იმდენი რაოდენობა წყალი ჩადიცო შიგ. ამდაგვარ სიტუაციას ჩამოგავდა ეს სიტუაცია. აქაც ისე ხდებოდა, ოღონდ აქ წყლის მაგივრად ჩადიოდა ენერგია და ნელ-ნელა იღებდნენ ამ ბეჭედს, რომ ენერგიამ დიდი რაოდენობით არ ჩასულიყო, არამედ ნელ-ნელა გაიჩვათ ეს ენერგია შიგ. მე ხა თქვენ განახეთ მარია შლოინს. აი ეს არის ლიგა ნაციის ხელმძღვანელი. არხი ლიგა ნაციის. ხატობრივად რომ ვთქვათო, ნაწილ მოგვიწევა მათი ამოთხრა. წვრილი დონიდანო მოდის ასეთი არსება სახელად ტაო, თავის როზე სანამ არ შეაჩერეს, ის იყო დაკავებული ამ სივრცეების გაწმენდით ტექნოგენური არსებებისაგან. რომ ისთვის მიეცათ საშუალება ეს საქმე დაემთავრებინა, ჩვენ ეს შეგვისუბუქებდა მდგომარეობას და უთხრეს მარია შლოინს, შენ როდესაც ამ საქმეს ხელს მოკიდებო, ახლა ამ საქმეს რომ გააკეთებო, ის ენერგიებიო შენზე იმოქმედებენო და შენ შეიცვლებიო. მზად ხარო ამისთვის? მარიას უთქვამს, რომ კიო, თანახმავარო, მზად ვარო. ჩვენო ეს ნაწილები ამოვიტანეთო მიწიდან, მოხსენითო ბეჭდები და ეს ნაწილები ამოვიტანეთო. ტაომ ეს ასრიბები თავისთან წაიყვანა რეაბილიტაციაზე წვრილ სამყაროში. შემდეგ ჩვენო ვაკითხავდითო მათ, ეს რაღაც ძალა იყო, ძლიერი ძალაო, რომელიც ნაწილ-ნაწილად დაშალესო და მასე გადამალესო. ხო, ჯერ ერთი უნახიათ, შემდეგ მეორე არსება უნახიათ. თუ პირველი არსება, ეს ჩამარხული არსება ჩვენ ნახეთ შემთხვევითო, დედამიწაზე ყველაფერი გათვლილია დეტალებში. რამდენი რაოდენობის წყალი უნდა იყოს, რამდენი რაოდენობის უნდა იყოს, ყველაფერი გათვლილია. იმ დროს ლოგოსია, პლანეტარული ლოგოსი არ იყო, მაგრამ დედამიწა იყო იმ დროს ცოცხალი. კი, ჩვენო გვეშინიაო, მაგრამ ერთი ენერგია გადადისო მეორეში. და როდესაც ნახეთო მეორე არსება, ეს დამარხული, დაბეჭდილი არსება, ჩვენ გავიფიქრეთ, რომ კიდევ იქნებიანო მესამე, მეოთხე, მეხუთე. და ერთმა მონაწილემ მომწერაო, არ ვიციო მე რა მჭირსო, მაგრამ ეგვიპტის უდაბნოში ერთ-ერთ სინაისკაია პუსტინა, მაგრამ სინაის უდაბნოში მე უყურებო ერთ ადგილს და ვტირივარო. ხომ არ შეგიძლიათო ნახოთო. და ჩვენო მივდივართო ამ ადგილას და პოულობთ კიდევ ერთ არსებას. ისევე ჩამარხულს, ჯერ შეხვეულს, დაბეჭდილს, განაწილებულს პოულობთ ისეთივე მდგომარეობაში. ისიც მიყავენო რეაბილიტაციაზე და ბოლო, ესე იგი 4 ყოფილან, 3 ნახეს და ბოლო მონაწილე, ესე იგი ვინც ამ საქმეში მონაწილეობდაო, ჯგუფის წევრებთან ერთად ჩვენო ვიპოვეთო რეტრიტზე, სადაცო ჩვენი ენერგიები შემთხვევითო შეიჯახაო ამ ბეჭდების, ვინც არის ამ ბეჭდების ქვეშ დასაფლავებული, ეგრეთ ვთქვათ,
ჩალუქული, დალუქული უბრალოდ მათ არსების ენერგიებსო. თითქოს კაუჭმა, ენერგეტიკულმა კაუჭმა ჩვენი ენერგიები შეაჩერაო. ხო და ამ დროსო ნახეთო. და როდესაც ჩვენო დავიწყეთო ამ საქმის გარკვევა, თუ ვინ იყვნენ ესენი, ეს გონიერი არსებები, მაგ დროს გაიხსნაო ეს საქმე და ჩვენ გავიგეთო, რომ ისინი იყვნენო შემქმნელები. საწყისმე პატრონები დედამიწისაო. ესე იგი ჩვენი სამყაროს შემქმნელები. მარტო დედამიწის არა, ჩვენი სამყაროს სისტემა. ხო, მათ შეუძლიათო მეპატრონებად გამოაცხადონო თავის საკუთარი თავი და თქვანო, წადითო ყველა აქედანო ეს ჩვენ ვართო ამ ტერიტორიის მეპატრონებიო, მაგრამ მაგათმა თქვენსო, რომ ჩვენო თავსო არ გამოვაცხადებთო დედამიწის მეპატრონებათო. არ ვაპირეთო თავის მეპატრონებად თავის გამოცხადებასო. წამყვანი ეკითხება, აქ სახელი და გვარი არ წერია, ამიტომ ვერ გეტყვით ვინაა. წამყვანი ეკითხება და ვინ დამართაო ეს მაგათო. ხო, პირველი რაც მეთქაო ჩემმა მაღალმა მე, რომ ეს იყო მოტყუება. რადგან იქ ზეცაში, ზეთიურ სამყაროში მოტყუება არ ხდება, არც სიცრუე არსებობს, მოტყუებაც არ ხდება, მაგრამ იქ არისო ხელოვნურად შექმნილი რეზონანსი. რატომ ეცინება გეტყვით? მარია შვენსაც გაეცინა. ხო, მე ჩემმა მაღალმა მე მითხრაო, რომ ეს წინადადება, რომელიც ახლა მე თქვენ მოგაწოდეთ, ხელოვნური მოიცადეთ გავიხსენო, არ დამავიწყდა. ხელოვნურად შექმნილი რეზონანსი. ეს ხო, იგივე ტყუილია. ტყუს ნიშნავს, მოტყუებას ნიშნავს. მაგრამ იქ სიტყვა მოტყუება არ არსებობს. მაგრამ არსებობს თურმე ხელოვნურად შექმნილი რეზონანსი. ანუ ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, შეგიყვანეს გაუგებრობაში, ანუ მოგატყუეს. მე ვეუბნებიო, ჩვენ მოგვატყუესო. ხო, მაგრამო იქ ეს გაგება, მოტყუება, როგორც გაგება, როგორც ტერმინი არ არსებობსო, შეხომ დათავხტიო, აქეთ რომ მოდიოდიო, ხომ დათავხტიო, შეხომ თქვიო შენი კი. ერთადერთი ისო, რომ ისინი არ მოჩინილი იყვნენო ასეთ მდგომარეობაშიო და იმ მოვლენებამდეო მარია შლენი ამბობს, აი ავიღოთო ბოლო უფრო ახლო ჩვენსკენ, რომელიც იყო სამი galaktikuri ომი, რომლებიც ომი შეეხო ყველა სამყაროებსო ჩვენ სივრცეშიო, კოსმოსურ სივრცეში. და ეს მოვლენები მაგათ გამოჩენამდეც კი იყო. და ისინი რომ ასეთ ცუდ დღეში არ აღმოჩენილი იყვნენო, ამ სამყაროების ისტორია სულ სხვაგვარად წავიდოდაო, იქნებოდაო. ჩვენ ჯერ ავღევდით, მაგრამ მან ვითხრაო, არ ინერვიულოთო. კაცობრიობას ყველაფერი კარგად ექნებაო. ხომ ცხოვრობდითო მათ გარეშე ამდენი ხანი. ხო და თქვენი დადეგითო თქვენ ფეხებზე. დაისწავლეთო თავიდან ღმერთებად ყოფნა. ჩვენ ყველანი ვიყავით ღმერთები. როგორც ახლა უცხო პლანეტელებს ვუძახეთ და აი ვინც არიან მომავალში, ისინი ხო ღმერთები არიან, ხო? ის ღმერთი კი არა, რომელსაც სამყაროს შექმნა და რომელსაც ჩვენ დედამიწაზე, კი, დედამიწაზე ცემდნენ თაყვანს მათ
ჩვენ გცემდნენ თაყვანს მომავლიდან. ესე იგი წარსულის კაცობრიობა ცემდა თაყვანს მომავლის კაცობრიობას. დათვლინდნენ მათ ღმერთებად, მაგრამ ისე სიმართლე რომ თქვათ, მასეც არის ჩვენ ვართ შემქმნელები, თანაშემქმნელები, ხო? ახლა მარიაშვილოვანი რო ყვება, მაგით ხო რაღაცას აკეთებდა, სანამ დედამიწაზე მოვიდოდა, ესე იგი მაგით შემქმნელია, მაგით ღმერთია და ისწავლეთო თავიდან, გაიხსენეთო თქვენ, ადრე ხომ იყავითო ღმერთები, ხო და თავიდან ისწავლეთო ღმერთებად დადგომა. დაიბრუნეთო ეს სტატუსი და ჩვენ დავწყნარდით. დაუცებ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ისინი ბრუნდებიან. მეპატრონეები ჩვენი პლანეტისა ბრუნდებიან. ჩვენი სამყაროს სივრცის მეპატრონეები ბრუნდებიან და თავის უფლებებს განაცხადებენ. მარიაშვილოვანი ამბობს, რომ ერთ-ერთმა მონაწილემო დაწერაო კომენტარებში, თუ სად დაუწერა არ ვიცი, ელენა დრაგანი არის ასეთი პრაქტიკოსი, ნუმეროლოგი და მან თქვაო, მან განაცხადაო, რომ წვრილ დონეზე უკვე მიდისო საქმის გარჩევები და მეპატრონების ძიება. ხო და ეტყობაო, ამ წვრილ დონეზე რაღაცები უკვე ხდებოდაო. ჩემმა მაღალმა მე მითხრაო, რომ მთელი კაცობრიობის ისტორია სულ სხვა მიმართულებით წავა, სხვანაირი იქნებაო. წინა სცენარები, მოლოდინები, ჩვენი მოლოდინები, სხვისი მოლოდინები იცვლებაო აბსოლუტურად ყველაფერი. ამას ამბობს სულ ისმაილ-პერესი. წამყვანი ეკითხება, და რა შეიძლება შეიცვალოსო ამის შემდეგ? მარიაშვილოვანი პასუხობს, პირველ რიგში შეიცვლებაო ქვეყნების პოლიტიკური მდგომარეობა, კი ხმაურიც იქნებაო, ვიღაცა შეეცდებაო, გაიტანოსო თავისი სულელური კანონებიო, შეიძლებაო გარე პოლიტიკა, ხო და მე მითხრეს, რომ თქვენო ადამიანებიო, მოხვალთო თქვენი ცნობიერების მთლიანობისკენო, რადგან ჩვენო როგორც ისინი დანაკუწესო და ნაწილ-ნაწილ შეინახესო, ისე დაანაკუწესო ჩვენი ცნობიერება, მაგრამ ეს ცნობიერება გაერთიანდებაო და გახდებაო ერთი მთლიანი. და ჩვენ ვიცით, რომ იყო ასეთი გამოთქმა, დაყავიდა იბატონე, დაყოფილია და ბატონობდნენ უпростоრად ენები. ენები ხომ წერია ბიბლიაში, ბაბილონის კოშა აშენებდნენო და ამიტომ სხვადასხვა ენებზე დააწყებიესო მშენებლეს საუბარი. მასე არ ყოფილა. კოშკი კი შენდებოდა, კოშკი ბაბილონის, მაგრამ აშენდა მართლა ეს კოშკი. მართლა აშენდა. მე მოვუსმინე ამ ისტორიას. ძალიან საინტერესო ისტორიაა. მართლა აშენდა კოშკი, მაშინ გუმბათი იყო, ორმაგი გუმბათი. ამ გუმბათებს შორის, ორმაგ გუმბათებს შორის წყალი იყო, გაყვანილი, ეს წყალი ჩამოდიოდა ისევ დაბლა მიწაზე. ავიდა მშენებლები, ამას არ მოგიყვებით ახლა მე თქვენ. მაგრამ ენებზე მაგათ არ დაუწყიეთ სხვადასხვა ენებზე საუბარი. ეგ უფრო რა არის იცით, სიმბოლურად არის ნათქვამი სინამდვილეში, როდესაც თავიდან ხომ ეროვნება არ იყო საერთო კაცობრიობა, იყო საერთო ერი, არც ოფიციალური საზღვრები იყო, ვისაც სადაც უნდა იქ წავიდოდა, მაგრამ როდესაც დაყვეს ტერიტორიები, ეს პასპორტიზაციაში მოიტანეს, გაჩნდა საზღვრები, ოფიციალურად უკვე რუკაზე გაჩნდა საზღვრები, გაჩნდა როგორ გითხრათ, ხო, ენებს და ორთოგრაფიას, ენების გრამატიკას იგონებდნენ კაბინეტებში,
როგორც დმიტრი გულიამ აფხაზური ანბანი შექმნა რუსული კირილიცისაგან, რუსული ასოებისაგან. სინამდვილეში ეს ვისაც აფხაზებად მოაქვს თავი, ესენი არიან მოსულები ადიგეიდან. ესენი არიან მუსულმანები. საერთოდ მახსოვს დედაჩემს აქვს ნათქვამი, ბაბუა მილიციაში მუშაობდა და ქორწილში დაპატიჟეს, არ ვიცი სად ზუსტად, არ მახსოვს, მაგრამ იმ ნაწილში უფრო გაგრისკენ თუ პიცუდისკენ არ მახსოვს ზუსტად, სადაც მუსულმანები ცხოვრობენ. მე მახსოვს გალში მესამე კლასში რომ ვიყავი მამასთან, იქ ვიზრდებოდი, უცხო საუბარი და ბებიას რომ მკითხე რა ენაზე საუბრობენ, მეთქი რა ენების ხალხი ცხოვრობენ, აფხაზები, ეს არისო აფხაზური ენა. მე აფხაზები წავიდნენ გალიდან და როგორც სულთა კუთხური წარმომადგენელი არ არსებობს დღესდღეობით საქართველოში, რადგან ყველა შერეულია, მასია დღევანდელი აფხაზობა შერეული. კი, ომმა ბევრი ხალხი გაანადგურა, აფხაზური მხარეთ, ქართული მხარეთ და თითქოს და შეწყდა ეს შერეული ოჯახების შექმნა, მაგრამ მაინც იცით რა, ბევრი გვარებია, მეგრული გვარები გადაკეთებული და ბევრმა მეგრელებმა ახლაც ბევრი მეგრელი გადააკეთებს გვარს და იწერება აფხაზად. ქორწილებში მაგალითად ხომ მყავთ ნაცნობი აფხაზები. ქართული მუსიკის ქვეშ კი არ შეყავთ პატარძალი სახლში, არამედ აფხაზური სათეკვაო, აფხაზური მუსიკის ქვეშ მოყავენ აფხაზები, მიყვებიან აფხაზებს. მაგალითად ერთხელ ერთი ზუგდიდელი მეგრელი გოგონა ქალი შეხვდა, რომელიც გაყვა აფხაზს, მაგრამ სინამდვილეში გვარი რო ვიკითხე, გვარი იყო მეგრული. ახალგაზრდობა იქაური უფრო დამისნულია რუსეთისკენ. მენტალიტეტიც, ფიქრიც, აზროვნება მათი არ გავს ქართულ აზროვნებას. ბევრი ცდილობს უფრო ნაცნობობა, კავშირები დაამყაროს აფხაზებთან, წავიდნენ რუსეთში. კარგი, მოდით ამას მოვეშვათ. იცით რა, მე არავის არ ვამტყუნებ, იმიტომ რომ მე ვიცი რას ნიშნავს, როდესაც შენ იძულებული ხარ ის პირობები მიიღო, რომელშიც შენ ცხოვრობ. და თუ შენ ვერ მიიღე ეს პირობები, მაგრამ არცაც წასასვლელი არ გაქვს, ვერ წახვალ ვერსად, გაგიჟდები. როდესაც შენ რამეს გაიძულებენ და შენ ვერ იცევ შენ თავს, არა, მეთოდი გაგებით არ მომბობ, საერთოდ გაგიჟდები, იმიტომ რომ ვერ უსამართლობას ეჯახები და სიტყვას ვერ იღებ. თუნდაც ოჯახი ავიღოთ, აქ არ გულისხმობ აფხაზურ და მეგრულ შერეულ ოჯახებს. ავიღოთ მეგრული ოჯახი. მით უმეტეს, როდესაც შენ ოჯახში ან საკუთარი მამა არ ყავს, ან საკუთარი დედა ყავს, ან მამინაცვალი, ან დედინაცვალი. ძალიან რთულია. მე ეს ყველაფერი გამოცდილი მაქვს ჩემზე. და რაც მე ჩემი თავი მახსოვს ბავშვობიდან, სულ იჩაგრებოდი, სულ ბულინგის სხორპლი ვიყავი.
ხო, არა, მე ამიტომ ამბობ. სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, თუ აღმოჩნდი მაგალითად ისეთ პირობებში, რომ შენ არ მოგწონს, სადაც შენ სულ დამცირებულად გრძნობ თავს, გაგიჟდები, თუ ნერვები არ მოთოგე, თუ კონტროლი არ ისწავლე ემოციების, შენ ვერაფერს ვერ შეცვლი. და იცით რა, ნამდვილად, ნამდვილად, ერთ-ერთი გამოსავალია, დამშვიდე, მიიღო სიტუაცია ისეთი, როგორიც არის. და მე დამშვიდდი და მივიღე სიტუაცია ისეთი, როგორიც იყო. და მე უცებვე გამეხსნა გზა. პრობლემა ესე იგი, გადაწყდა პრობლემა. კარი გაიღო სიმბოლურად. სიმბოლური კარი გაიღო და მე ასე ვთქვათ სამშვიდობოს გამოვედი, სულიერ სამშვიდობოსაც. ძალიან რთულია, ამიტომ არავინ გასაჯოთ. ცხოვრება ძალიან რთული. ახლა არა, შეიძლება ყველაფერი. კიდევ ერთი ქაოსი იქნება პატარა ახმაური, იქნება ეს არეულობები პატარა-პატარა, მაგრამ ეს არის ყველაფერი ძველი თუ არ დაინგრა, ახალი როგორ აშენდეს, ხო? მე საერთოდ რა ვთქვა. ამიტომ ნუ მეცემით მაგ ფიქრებს თუ რა იქნება რა ნუკვებავთ ნეგატიურ ხაზებს. მე მინდა დავამატო ის, რომ პოზიტივი არ დაკარგოთ და ყვებეთ მხოლოდ პოზიტიური დროის, დედამიწის დროის ხაზები. რატომ და მხოლოდ სივრცეს არ ძაბავთ ჩვენ ძაბავთ დროსაც. ძროც გაცნობიერებულია, ცოცხალია, სივრცეც ცოცხალია. და თქვენ თუ ახლა მაგალითს მოგიყვანთ ახლა რა გამახსენდა. არის ასეთი ზღაპარი ორი ბაყაყზე. როგორ მოხდნენ ორი ბაყაყი რომ ჩავარდა რძეში. თუ ძე იყო მგონი, ხო? ხო და ერთმა ბაყაყმა გადაწყვიტა ემოძრავა თათებით, თავისი ფეხებით და ხელებით, ეგებო გადავრჩეო. მეორე ამბობს, ტყილათო არის შრომო, არც კი ცადო, ტყილათ ვერ ამოხვალო ქილიდან. მაგრამ არ დაუჭერა იმ მეორე ბაყაყმა. იმდენი იმოძრავა, რომ აპატიეთ აქ ერთხელ მეჭიმება და ხანდახან მეჭიმება, იმიტომ ხელს ვიკიდებ. და იმდენი იმოძრავა, რომ ეს ქილა, რომელშიც მაგი მოძრაობდა, ამ ქილაში შექმნა კარაქი და ამოხდა ზევით. ის კი დაიხრჩო. მეორე ბაყაყი, რომელმაც ხელი და ფეხები ფარხმალი დაყარა, მაინც მოგდებიო. ხომ გესმით ახლა ჩემი? ხო. და მარია შლოინი ამბობს, რომ ჩვენ გქონდათო ერთი ძალიან ძველ დროში მოლაპარაკება, რომლის მიხედვით სლავიანური ტომები ვარც ამბობენ გაერთიანებაზე. ჩვენო შანსის კი არ გქონდათო სლავიანურ ტომებს გაერთიანებულიყავითო. კი, მეგობრობით კი, ნებადართული იყო, მაგრამ რომ გაერთიანებულიყო, ამის შანსი არ იყო. მასეთი მოლაპარაკებებიო, ჩვენ ქვეცნობიერებაზე ძალიან მოქმედებდაო. და მასეთები დაგავორები, რომლებიც გძალავდნენ ადამიანებს განვითარებას, ხო, და ჩემ შეხვედრებზეო ერთმა მითხრაო, მარიაო, რაღაცა მიშლისო ხელს, თითქოს კედელს ვეჯახებიო. ჩვენო შევედითო, გავარკვიეთო ყველაფერი და ამ მოლაპარაკების გამო ის ადამიანი ვერ აკეთებდაო, ვერ წყვეტდაო თავის პრობლემებს და ჩვენ
ანულირება გავუკეთეთო ამ მოლაპარაკებას და ბევრი მასეთი კონტრაქტები, მოლაპარაკებები ძველ დროს, რომელიც შექმნეს, იქნებაო განულებული და ეს საბუთები არსებობსო რეალურად და არა წრულ დონეზეო, ეს არისო ფიზიკური დოკუმენტაცია. და კიდევ არისო ბევრი რამ, რომელზეც საუბარი ჯერ ნაადრევიაო, არ შეიძლებაო, თორემ რევოლუცია მოხდებაო. მე ფიქრობო, რომ 26 წლის შუამდეო, შეიძლება ცოტა მეტი დროც დაჭირდესო, ხდებოდეს იქნებაო კოლოსალური ცვლილებები ეკონომიკაში, მედიცინაში, გარე პოლიტიკაში, პედაგოგიკაში, ტექნოლოგიების გახსნა, იქნებაო ბევრი აღმოჩენები და დაიწყებენო იმაზე საუბარს, უბრალოდ აღიარებენო იმას, რომ ადამიანი არისო კოსმოსური წარმოშობის. მაგალითად, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ნაპოლეონი ომობდაო და სინამდვილეში ვის ეომებოდაო ნაპოლეონი, რუსეთს თუ ვის? ხო, ფრთხილად უნდა იყო ხელოვნურ ინტელექტთან, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ისეთ ვიდეო როლიკებს ხნის, რომ რეალური ვიდეოებისგან გაგიჭირდებაო გარჩევა. ჩრდილო ტერიტორიებიო ჩვენი უფრო მოგვიანებით გაიხსნებაო და ეგვიპტეზე იყო საუბარი, ეგვიპტეში ხვალ აგზავლებია, ტურისტებს ყველგან არ უშვებენ, თუ ტურისტ მედიტაცია უნდა ვერ შევა პირამიდაში, იქ ყავთ ზედამხედველები. ბევრს გაახსენდებაო, რომ ფრთები აქვთო. სინამდვილეში ბევრ გონიერ არსებასო გააჩნიაო ფრთებიო. ფრთები აქვთო ბევრს, მაგრამ ყველას არა, მაგრამ აქვენ აქვსო ბევრს და სხვადასხვა ფორმისაო, სხვადასხვა დანიშნულების და სხვადასხვა функციას ასრულებენო. Так что, мои дорогие, пробуйте шевелить своими крыльями. Это если вот сначала физически пошевелить лопатками, а вот попробуй. Да, вот ощущения эти почувствуй, а потом то же самое мысленно, вспоминая вот эти ощущения. И вот есть ощущение такого шевеления, какого-то движения за спиной, чувствуешь? Да, надо привыкнуть. Надо привыкнуть и почувствовать вот это вот. И они могут быть маленькие, могут быть большие, у тебя большие крылья. ხო და რატომ ეცინება ამოძრავეთო ხრები, ლაფატკა, ქართულად არ ვიცი რა ქვია ლაფატკები და შეიგზენითო თითქოს დააკვირდითო რა შეგრძნება გაქვთო და ამის ეუბნება შენო გაქვსო დიდი ფრთები. იმიტომ რომ ხო, ძალიან რთული დასაჯერებელია ეს ყველაფერი, მაგრამ ფრთიანი არსებები ბევრი არსებობს და რა იცი თქვენ მომავალში რომ გადახვალთ მეოთხე განზომილებაში, მეხუთე განზომილებაში, ფრთებს არა ისხამთ. წამყვანი ეკითხება მარიას, როგორ იმოქმედებსო გადასვლაზე ის, რომ გამოჩნდენო ჩვენი სამყაროს შემქმნელები. ანუ მეპატრონეები, რომლებიც გადაარჩინა მარია. მარია პასუხობს, რომ პირველ რიგში ის სცენარები გაუქმდებაო, რომელიც პლანეტას აზიანებსო და გაუქმდებაო მაგალითად სულების მონობა. მე მაქვს თქვენზე ერთ-ერთ ვიდეოში ნათქვამი, რომ ადრე სულებს, რო ხდებოდა ადამიანი, ამ სულებს მახეს უგებდნენ და სულებს უშვებდნენ წრეში, რეინკარნაცია არსებობდა, ახლა არ არსებობს. და იმის მიუხედავად, რომ კი განწმენდა მიდის სწრულ დონეზე, ასტრალურ დონეზე მიდის განწმენდა, მაგრამ მაინც რაღაც მახეები არსებობს. ეს ყველაფერი გაუქმდება და სული წავა პირდაპირ სიკვდილის შემდეგ დაუბრუნდება თავის წყაროს და არ დაიწყეს ბოდიალს ხან ერთ სამყაროში, ხან მეორეში, სხვადასხვა სხეულებში არ განსახიერდება, არამედ წავა, ნამდვილად წავა, დაუბრუნდება თავის წყაროს, ან
ხო, ალბათ, რადგან თუ დაალაგებენ ყველაფერს, მასე იქნება. ჯერ ყველა პირატული ბაზები არ არის აღმოჩენილი. მაგალითადო, ჩვენი გზის სისტემა მოძრაობსო, ყოველი ესე იგი კანონის მოძრაობსო კანონის დარღვევით. ანუ სხვანაირად უნდა იმოძრაოს ალბათ და მოძრაობს კოსმოსური კანონის დარღვევითო. ხო და მზის სისტემები სხვა გალაქტიკებში, რომელსაც პოულობენ, მოძრაობენ ხაოტიურად. და ჩვენი მზის სისტემის პლანეტები თითქოს და ხელოვნურად არიანო ჩამწყრიბებული. და მასე ბრუნავენო მზის გარშემო. სხვა სამყაროებში სხვანაირად ხდებაო ეს. ესე იგი, მოვიდნენ, განალაგეს პლანეტები, დაკიდეს მთვარე და წავიდნენო გრავიტაციისთვის. მთვარე დაკიდენ გრავიტაციისთვის. ხო და შენ ახლა წარმოიდგინე, ეუბნება წამყვანს, რამხელა სიძლიერეს ფლობენო ისინი, რომ პლანეტების გადაადგილება შეუძლიათო. შეუძლიათ ერთი სამყაროდან პლანეტა გადმოადგილონ, გადმოიტანონ მეორე სამყაროში. და ის მთვარე, რომელიც კიდია ახლა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ზოგი წყაროების მიხედვით არის გადმოტანილი ერთი სივრციდან მეორე სივრცეში. ხო. და ამდაგვარი ძალები ბრუნდებაო ახლა. წამყვანი ეკითხება მარიას, გითხარითო, როგორი მოქმედესო ეს ყველაფრიო იმ ბნელ კურატორებზე, რომლებიც ჯერ კიდევ აქ არიანო? მარია პასუხობს, არ ვიციო, ეს ბნელი კურატორებიო, თავის საქმეებსო ხო ტყუილად ისე არ აკეთებდნენო, მათაც ჰქონდათ რაღაც მისიები. რადგან ყველა ამ პირობებში ჩვენი თანხმობა აქვენო მაგათ მიღებული, თუმცა მოტყუების გზითო. ხო, რადგან მათთან ტყუილი არ არსებობს, მისი გავიმეორებ ფრაზას. ხელოვნურად მაბატიეთ გამახსენდა ახლა. ხელოვნურად შექმნილი რეზონანსი ჩვენ ენაზე, რაც ნიშნავს მოტყუებას. ისენ მაგათმა კი არ მოგვატყუეს, არამედ შექმნეს ხელოვნური ისევ დამავიწყდა. ხელოვნური რეზონანსი. უბრალოდ შექმნეს ხელოვნური რეზონანსი. ხო და წამყვანი ეკითხება ახლა მარია შლოენს, რას ფიქრობთ თქვენ ატლასზე? კიო, უბრალოდ იცითო ატლასზე რამე და რას ფიქრობთო? კიო, ვიციო. ახლა ამაზე ლაპარაკი შეიძლებაო. ანუ ადრე ატლასზე საუბარი იყო აკრძალული. ისინი არიანო გონიერი არსებების ჯგუფი, იგივე თქვა პერესმა, რომლებიც არ არიანო ერთი ცივილიზაციიდან, არიანო სხვადასხვა ცივილიზაციებიდან. ჩვენი მზე ხო რეაქტორია და მათ ჩაატარესო რაღაც სამუშაოები მზეზე. მზე არისო იგივე ტექნოლოგიური ხელსაწყო, ოღონდ ეს ფიზიკა და ტექნოლოგია ჩვენი როგორ გითხრათ, აღთქმის მიღმა არისო. ატლასის წარმომადგენლები არ ელოდებოდნენ მასეთ აჟიოტაჟს დედამიწაზე, როგორიც ნახესო. ატლასზე ხდება ყოველწამიერი მონიტორინგი ჩვენი მზადყოფნისა, უმრავლესობა დედამიწელებისა მზად არიან, როგორც ფიზიკურად, ისე ენერგეტიკულ დონეზე შეხვდნენ სხვა არსებებს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არ არიან მზად შეხვდნენ კოსმოსის წარმოადგენლებს. ეხლა წარმოიდგინეთ, დაფრინდა ხომალდი და ხომალდიდან გადმოვიდა დათვი. და დაგელაპარაკა.
ან გადმოვიდა ხომალდიდან ლომი მოგესალმა, ან გადმოვიდა დააშთა ხომალდი და ხომალდიდან გადმოვიდნენ ფრინველების მაგვარი ადამიანები და ჩვეულებრივად დაგელაპარაკათ. და ასე შემდეგ და იცით? ის ჭუნავის ვიდეო ვერაფრით ვერ ვიპოვე, სადაც მოლაპარაკე მაიმუნებზე არის საუბარი. ავსტრალიაში, სადღაც ავსტრალიის იქეთ 20 დღეა სავალი, 10 იქეთ, 10 აქეთ, იქ მხოლოდ 1 დღე შეიძლება გაჩერება და პურის და თანამედროვე საჭმელების წაღება არ შეიძლება. შეიძლება წაიღო მხოლოდ მარცეული, მოხარსული ბარ და ლობიო ამდაგვარი, რითაც ადრე იკვებებოდნენ. იქ არის სპეციალური დასახლება მაიმუნებისგან შემდგარი, ოღონდ უბრალო მაიმუნებისგან განსხვავებით, ისინი ინგლისურ ენაზე საუბრობენ. და მძაფრი მოძრაობებიც არ უნდა გააკეთო, რადგან შეუძლიათ მოჰკლა. არა, იარაღი მაგათ არ აქვს, მაგრამ აქვენ შუბები. და ამ შუბების მოხმარებაში არიან ოსტატები. იქ მოდის ხელოვნური წვიმა, ყოველ საათში ერთხელ უშვებენ წვიმას, არ უნდა გაეკარო მათ ბაღს, მათ ხილს და ასე შემდეგ. უყვართ ძიები და ასეთი ფინტიფლიშკები და ცვლიან ძივებს სხვადასხვა არითმი რა ხდება სინამდვილეში. ხო და ახლა მარია შლოენი ყვება, მე ორი სიტყვით გეტყვით, რომ ტეკების ტექნოლოგიები გასაჯაროვდება, რომ არის ბაზები ყველა პლანეტებზე, არის ტუნელები, სადაც დაქრიან მატარებლები, რასაც ყვებოდა პერეზი და სხვა ინსაიდერები. ამას ყველაფერს იბიორებს ახლა მარია შლოენი, ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი არის და ასე შემდეგ, რომ ტუნელები იწმინდება, რომ ტერიტორიები და ბაზები იწმინდება. და რატო მოხდა ომი უკრაინაში? იმიტომ რომ უკრაინის ქვეშ არის ბაზები, არის ტუნელები, არის ლაბორატორიები. ამიტომ და თან უკრაინას გააჩნია 3 უდაბნო. ერთ-ერთი უდაბნო, რომელიც შუა ადგილასა, რომელსაც უწოდებენ ალიოშკინი-პესკი, ალიოშა, სახელი ალიოშა და ალიოშას სილები, სილა, ალიოშას სილა, ალიოშკინი პესკი, ესე იგი ალიოშას სილა. და ამ სილის ქვეშ დამალულია დუგები, კოსმოსური ხომალდი, დუგებს რატომ უწოდებენ ასეთი მგრალი? მგრალი ისინი აქვს ბორბლები. და ასეთი კოსმოსური დუგებია დამალული იქა. ამიტომ მაგ ტერიტორიას არ თმობენ. და თუ რა გონიათ ეს ომი რომ მიდის და გათალდება მაშინ, როდესაც ჩათვლიან საჭიროდ. და ამ უკრაინის ქვეშ, აზოვსტალის ქვეშ რაღაც იყო მოძებნილი. ხო, ბევრი ვიდეოები დევს ამდაგვარი ისტორიებით, მაგრამ მე თავს ვარიდებ ეს ვიდეოები გადავთარგმნო, რომ შემდეგ არ მოხდეს ისეთი აჟიოტაჟი მესიგის წინასამერტყველებას, რაც მოხდა. თავს ვიკავებ ამიტომ. მე მინდა უბრალოდ მოგიყვეთ ისტორია. მე მაგალითად დამაინტერესა მაგ ისტორია, ბევრი საინტერესო ისტორია ვიცი. მომისმენია უფრო სწორად. ნახოთ. აი მაგალითად მოსკოვის მეტრო ტერიტორია, რომელსაც უწოდებენ კალცევაიას, ხო? ამ ტერიტორიის ქვეშ, მიწის ქვეშ ძალიან დიდი უფრო მეტროს ტუნელები რომ განლაგებული უფრო ქვეშ, სიღრმეში განლაგებულია, მდებარეობს უფრო სწორად რაღაც არსება,
და ამბობენ, რომ ეს ტერიტორია დევს ეს სვაიები ქართულად არის სვაიებს, რა ქვია, როგორ უნდა გადათარგმნო, ის სვაიები ამ არსებაშია ჩარჭობილი, ამ არსების ზურგზე და მე მოусმინე საშინელ ინფორმაციას ორი მოსწავლე დაიკარგა და იქ რომელიღაც მეტროს განშტოებაზე ყოფილა კედლები ბეტონის კედლები, რომლებიც ცოცხალია, ნახევრად ორგანულია, ნახევრად ბეტონია. და თუ რამე ორგანულს გამოიჭერს, ის მაგას არ გაუშვებს. და ბევრჯერ შეხვედრია, ბევრჯერ უნახიათ ნაჭრის ტანსაცმლის ნარჩენები, ტანსაცმლის ნაჭერი, რომ მოჩანს აქეთ, ალბათ აგდებს მერე. და ორი მოწაფე ბავშვი გაქცეულა ექსკურსიით ჩაუყანია მასწავლებელს სკოლის მოწაფეები და არა მე არ ვკითხულობ, მე რომ არ ჩამიქრეს თიც ვაჭერ ხოლმე. ორი ბიჭი გაქცეულა და დაკარგულა. ერთი კვირა ეძებეს, შემდეგ ზარი გამოსულა ტელეფონის, დაგვეხმარეთო, ის ჩვენ გვჭამსო. თურმე ორგანული ყოფილა და ეს ბავშვები რომ მოხდა, შეუტოვია ამ კედელს და მაგრამ როგორ დარიგეს, როდესაც იქ მივიდნენ, სატელეფონო კაბელები იყო გადაჭრილი. ისე რაღაცებს წერენ ვიდეოში, მე ხა თქვენ უბრალოდ ერთი-ორი სიტყვა გითხარით. ასეთი ისტორია კიდევ მოусმინე აზოვსტალზე არ მომისმენია. რაღაც არის აზოვსტალის ქვეშ განლაგებული. მე არ მიკვირს ეს არაფერი, არ გამიკვირდება. არ მიკვირს, იმიტომ რომ უამრავი რამ არის ისეთი, რაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცი და აი უახლოვდებით იმ დღეს ჩვენ, როდესაც ყველაფერი გასაჯაროვდება და როდესაც ჩვენი თვალით დავინახავთ ბევრ რამეს. ამიტომ გულები გაიმაგრეთ, რადგან მოგვიწევს იმის აღიარება, რომ წერი საუბრობს, რომ ჭიაჭულა დაგელაპარაკება, ადამიანის ზომის ადამიანის უფრო მეტი სიგრძის ტარაკანები დაგელაპარაკებიან, არსებობენ ადამიანი გველები, დიდი ზომის და სხვათა შორის კარგი ამბავიც მაქვს თქვენთვის. ხო, მაგრამ იმას აქ არ ვახსენებ, იმიტომ რომ ჯინტეკოდის ახალ ვიდეოს მოусვინე, მაგრამ მაიკ სალას არ ყავს სტუმრად, ყავს დენის. ქალი რომა თეთრიანი, მაგის ერთი ორი ვიდეო თუ სამი მაქვს დადებული, არ მახსოვს ზუსტად რამდენი. და ის ყვება ისეთ ამბავს, რომ ძალიან გამიხარდა. ხოდა მაგას მე გადავთარგმნი აუცილებლად არ წამიშლია. შენახული მაქვს YouTube-ის ისტორიაში. ხო, ის ვიდეოები, რომლის გადათარგმნა მე მინდა, ვინახავ იქ. და მოსახლეობა, მე არ ვიცი ხა საქართველოში როგორ ხდებოდა ეს ამბავი, მაგრამ ამერიკაში, რუსეთში ყიდნენ პირდაპირ გაგებით ადამიანებს და ლათინოამერიკულ ქვეყნებში ძალიან ბევრი ადამიანი იკარგებოდა. მარია შლენი ამბობს, რომ კი ოკუპანტები წავიდნენ, მაგრამ მაგათმა დატოვესო ტექნოლოგიები და ახლა მიდისო ბრძოლა ამ ტექნოლოგიების დასაცრევად. ხომ და ახლა რაღაცას გეტყვით, ეხება რუსეთს, ნუ გამიბრასდებით რა. მე იმას ვამბობ, რასაც ეს ქალი ამბობს და მარტო ამ ქალის ნაამბობი რომ ამიტომ კი არ გეუბნებით. მე ბევრი კონტაქტორებისგან მომისმენია ეს, მაგრამ თავს ვარიდებდი, თავს ვიკავებდი. ეს თქვენთვის მეთქვა.
რატო და ბევრ სახისიანის არა მხოლოდ რუსეთზე საუბარი, არამედ რუსული ენაც კი. და ეს ხალი მართალია ერთხელ, რატომ და ახლა ენერგეტიკული ხარდაჭერა ქვეყნებიცე შეიცვალა. ადრე თუ მხარს უჭერდნენ ენერგეტიკულად ამერიკას, დღეს ასე ვთქვათ დაბოლცვილი არის სამხრივ რუსეთი და მე ამას ზეპირად კი არ ვამბობ, არამედ ეს კონტაქტორები, რომლებიც ამას ამბობენ, შედიან წვრილ დონეზე, ხედავენ ყველაფერს და ამიტომ, როდესაც მე მეკითხებიან საქართველოს თუ იქნება რუსეთის შემადგენლობაში, ან საქართველოს გადარჩება თუ არა, საქართველოს თავისთავად ახლა იმ მომავალში ტერიტორიულად როგორ შეიცვლება დედამიწის კონტურები, რამდენი დაეფარება წყლით და რამდენი დარჩება ხმელეთი, არავინ იცის, ხო? ერი როგორც ერი, ადრე ხომ არ იყო ერები. ახლა მომავალშიც არ იქნება. და ხალხი გაერთიანდება. ხალხი თავისით მივა რუსეთთან, რადგან რუსეთი დარჩება ძლიერი держава, ეგრეთ ვთქვათ. არა, საბჭოთა კავშირი არ იქნება, მაგრამ მაინც რაღაც კავშირის მაგვარი იქნება. ოღონდ სხვა რუსეთი იქნება, უკეთესი რუსეთი. ხომ გვიდა ჩვენ აი მაგალითად როგორ გითხრათ, როგორ აგიხსნათ, რომ არ გეწყინოთ, არ გახისიანდეთ. არა, მე არავის ხარეს არა ვარ. მე ვარ რეალობის ხარეს. ახლა რომ გამოდიან და რუსეთის წინააღმდეგ, კი, მე არ ვამბობ, ყველანი რაღაცას აშავებს. ყველანი უშვებს შესტომებს, კი. მაგრამ მომავალში ყველა დაივიწყებს წყენას, იმიტომ რომ ჭყალებში ერთი მტრის წინააღმდეგ ყველა გაერთიანება და ეს ადამიანის ტერი რა იქნება? კატაკლიზმები, ხო? ტერი ჭყალებში რატო ვამბობ მე? ტერი არა ბუნება. ჩვენი ტერი არა. ბუნება არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი პატრონი, ჩვენი დედა, დედამიწა არის ჩვენი დედა. მე ჭყალებში მოვიყვანე უბრალოდ ეს სიტყვა, მაგრამ მეგონი არასწორად გადმოვეცი. ბუნება ზრუნავს ყველაფერ ცოცხალზე. ჩიტი იქნება ეს, მწერი იქნება, ჭანჭო იქნება თუ რა იქნება, პატარა იქნება თუ დიდი ზომის, სიცოცხლეზე ზრუნავს და ახლა ის უცხოპლანეტელები, რომლებიც ნელ-ნელა უშვებენ ამ ძლიერ ენერგიებს დედამიწაზე, ისე აკეთებენ ყველაფერს, რომ ბევრი ხალხი არ დაიღუპოს, რომ დედამიწა ერბაშად არ დაიშალოს, როგორ შეიცვალოს. დედამიწაც ხომ ვითარდება, იზრდება, ასაკემატება და ბუნება ზრუნავს ყველაფერ ცოცხალზე. და ადამიანები გაერთიანდებიან იმისთვის, რომ გადარჩნენ. სხვაგანად ვერ გადარჩებიან. იქნება მიგრაციები. ამიტომ ვამბობ, შუღლი, მტრობა უნდა დავივიწყოთ და რეალურად უნდა შევხედოთ ცხოვრებას. რეალურად უნდა
ავტომატურად სახი გონებით უნდა ავტომატურად ყველაფერი. მოდით გავაგრძელოთ. წამყვანი უსვამს შემდეგ კითხვას მარიას. ახლა მიდისო ადამიანების სორტირება. ანაწილებენ ადამიანის მოყევით ამის შესახებ. ეს პროცესი, ამ პროცესს ვინმე ხელმძღვანელობსო? თუ ეს ბუნებრივი პროცესიაო? მარია პასუხობს, რომ მე ვიტყოდიო, რომ ეს არისო, როგორ გითხრათ, ჩადებული პროცესი, ესე იგი, ვიღაცამ ჩადო შეიმუშავა და აქტიურობა გაუკეთა ამ პროცესს. თვით პროცესი იქიდანაა გაშვებული, მაგრამ შემდეგ უკვე ამას უერთდება ის, რასაც ჩვენ ვუწოდეთ რეზონანსს. სიხშირის რეზონანსი, ხო, ეს პროცესი შინაგანად ხდებაო ადამიანში და შეიძლება ვინმე თქვას, რომ მე ვარო სლავიანინი. არა. ამის თქვა სისულელიაო ახლა, მე ეს ვარ, ეს წარმომადგენელი ვარ, მე ის წარმომადგენელი ვარ. არა, ჩვენ ყველანი ვართ შერეულები. სულთა რაღაც რასის, რაღაც ეროვნების წარმომადგენლები დღეს არავინ არ არისო. ხო და ჩვენ ხომ ყველა ვართ თეთრკანიანები, თითქოს სლავიანები, მოწითული თმები და საიდან ვართ შერეულებიო? ან გვაქვს ყავისფერი თმა და ცისფერი თვალები და საიდან გაჩნდა ეს შავთმიანები და შავთვალებიანი და შავგრემანებიო? და ჩვენო კოლეგებთან ერთად შევედითო წვრილ დონეზე და ვნახეთო, რომ ესენი, ეს შავგრემანები და შავთვალებიანი, შავთმიანი ხალხი ჩამოდიოდა მთიდან და მათ უშვებდნენო ისინი გამოდიოდნენ კარიბჭიდან, ვიღაცა მათ კარიბჭი გაუხსნაო და იქიდან გამოძვრენო. და ისინი ჩამოდიოდნენ როგორც სარანჩა. ურიცხვი ერთდროულად და ჩვენ შევეკითხეთო და სლავიანები რას აკეთებდნენო ამ დროს? სად იყვდენო? სლავიანებიო ამ დროს იყვდენო უბრალოდ სლავიანებს ამ დროს ჰქონდათო მიღებული კონტუზია. ალბათ იმ დროსო მოხდაო რაღაც ზემოქმედება სლავიანებზე და ეს სიტყვა კონტუზია უფრო შეეფერებაო სლავიანების მაგდროინდელ მდგომარეობასო. აი, მაგალითად ფინლანდიაში ძალიან ბევრი ტბებიაო, ციმბირში ძალიან ბევრი ტბებიაო. ეს ტბები საერთოდ დედამიწაზე არის ომის შედეგები. ატომური ომის შედეგები. და ეს შავგრემანი ხალხიო სრულიად თავისუფლად შემოვიდნენ დასახლებულ ტერიტორიებზე და დაიწყო მიგრაცია მთელ მსოფლიოში. ხო და მე მანახესო, რომ მაგათი, რომ ისინი როგორ მათ უпроსტად როგორ მიყავდათო სლავიანელი გოგონები თან, სადაც მიდიოდნენ, არც ეკითხებოდნენ. და სლავიანელი გოგონები წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ, რადგან, როგორც თქვა მარია, იყვნენ კონტუზია მიღებულები ყველა. საუბარიც არ შეეძლოთ. ხო და ეს ტომები შეერინენ ერთმანეთს, როდესაც სლავიანებმა დაიწყეს ნელ-ნელა გონზე მოსვლა, მათ დახვდათ გვერდით ნათესავები. უღე ნახეს, რომ ყოლიათ შვილები და შვილიშვილები. და როგორ მოვკლა, ისინი ხომ ჩემი სისხლი და ხორცი არიან. და ასე წავიდა გაშაება. მთელი კავკასიონი გაშავდაო. ამას ვამბობ მე, ამას ვამბობდი, სურამის ციხეში ზურა იყო სლავიანური გარეგნობის. იბერლები იყვნენ სლავიანური გარეგნობის და რატომ? იბერია ადრე ხომ ესპანეთში არსებობდა
შემდეგ იქ შავგრემანების შეცვინდა ნაწილი ესპანელებისა, მაშინდელი დროინდელისა იბერლებისა წამოვიდა, ნაწილი დარჩა, ასიმილაცია განიცადეს. ის ბასკები არიან იბერლების, ვინც ახლა ესპანეთს რომ უწოდებენ, ის ხომ ადრე იბერია იყო, სამშობლო ჩვენი იბერლებისა, ქართველებისა. მე ასე ვფიქრობ, ეს ჩემი აზრია. წამოვიდნენ ბასკები არიან გაშაებული სლავიანები იგივე. იქ ცხოვრობდა სლავიანური გარეგნობის იბერლები. იქიდან ისინი გამოყარეს, ნახვარი წამოვიდა, ნახვარი დარჩა და შემდეგ ეს იბერლები შემოიჭრა ჩვენ მაშინდელ საქართველოს ტერიტორიაზე. მაშინ ეგ სულ ცალკე ტომი იყო. ახლა ვერ იტყვით, ახლა ყველა ერთი ვართ შერეულები. არც სუფთა სვანებიც არიან ამ ვალერია კოცოვას მიხედვით, ვიდეოს მიხედვით, ჰიპერბორელების ნაშთი, რომლებიც დარჩა იქა თაში. და სუფთა სვანი ლურჯთვალება, ეს ენა რა პრობლემა. ენა ეგერ გულიამ, დიმიტრი გულიამ აფხაზური ანბანი მოუმზადა აფხაზებს და გულიას მიხედვით შექმნილ ანბანით სწავლობენ დღეს აფხაზურ სკოლებში. ხო, აგერ მარია შლოინიც ამბობს, კავკასიონში ცხოვრობდნენ ყველა სლავიანური გარეგნობის მოსახლეობა. ლურჯთვალება, ქერათმიანები, თეთრკანიანები და ასე შემდეგ, წითურთმიანები და ნაცრისფერი თვალები. და ეს გარეგნობის რაღაც ნაწილი ახლაც ვლინდება, მაგალითად ჩეჩნებში ვამჩნევდიო ამას და ჩეჩენი საპატივცემულო მოხუცი კაცი არის თეთრმიანი, მოყვითალოთმიანი მამაკაც მოწითური თმებითო და ნაცრისფერი თვალებითო. საქართველოშიც იგივე ხდებაო. ბლონდინები, სუფთა ქართველები იყვნენო ბლონდინები. აგრეთვე სუფთა სისხლის თურქები ყოფილან სლავიანური გარეგნობის. და მეგონა რატომღაც რომ თურქები იყო ყველა შავი. სიამდვილეში ის შავი თურქები არ არიან სუფთა სისხლის თურქები. ისინი იმ შავგრემანი მიგრანტების შთამომავლობაა. და სუფთა სისხლის თურქები ყოფილან თეთრკანიანები, წითურთმიანები, მწვანე თვალება და ნაცრისფერი თვალება. წამყვანი ეკითხება, თქვენ ვისაც უწოდებთო შავგრემანებს, შავთმიანებს, ვინ იყვნენო ისინი? მარია შლოინი პასუხობს, ჩვენო ვერ შევძილით თუ მაგის გაგება, თუ ეს შავთავიანები ვინ იყვნენო. მაგრამ თუ ავიღებთო ხედვაში ვიბრაციის სიხშირებსო, შეგვიძლიათო შევადაროთ, მაგალითად ჩვენ ცხოვრობთო ინდუსტრიალურ ცივილიზებულ ქალაქში, ხო? და შემოგვესილაო კაჩევნიკები. დაბებში რომ ცხოვრობენ. ცხენებით რომ დადიან. აი, ამდაგვარი სიტუაცია იყო, რომლებსაც ეცმებათ ტყავის დასაცმელი, სუნი ასდით, იარაღის მაგივრად, რაცხა ხანჯლები, ქვით დამზადებული ხანჯლები, შუბები. აი, ამდაგვარი სხვაობა იყო მათ შორის. ის შავგრემანი ხალხი იყვნენ აგრესიულები, ნახევრად ველურები და მაგის შემდეგ ხდება გენეტიკური ომი ადამიანში. უჯრედულ დონეზე ზოგს აინტერესებს თუ შინარების ნიადაგზე როგორი ბავშვი გაჩნდება, ვისი გენები გაიმარჯვებს და დღემდე არის ეს მისწრაფვა სხვა ეროვნების ადამიანებს შორის, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის. ეს გამიკვირდა, საიდან ამდენი შავები. ხო, ალბათ ის პერიოდი იყო, როდესაც იბერიაში შავები შეესწინენ.
პორტუგალიელები, ეხა ჩვენამდე სწორი ინფორმაცია არა მოსული და აი მარიაშვილმა თქვა სწორი ინფორმაცია. ჩვენ ვიცით ვერსიები დღევანდელი მეცნიერებიდან გამომდინარე. ხო და ახლაო მაგალითად თუ ორივე მშობელი არიანო შავთმიანები არ უნდა გაგიკვირდეთო თუ ბავშვი დაებადებაო ბლონდინი. ახლა ეს ასეთი რაღაცები ხშირი იქნება უფრო. მოდით მე ამაზე შევჩერდები. მადლობთ ყურადღებისთვის.